5%-იანი ზრდით საქართველოს ყველაზე სწრაფი მზარდი ქვეყანაა რეგიონში. ამის შესახებ საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა TV3-თან ინტერვიუში განაცხადა აზიმ სადიკოვის თქმით, ბოლო 2-3 წლის განმავლობაში მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა, როგორც საქართველოს, ასევე რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის შემცირება გამოიწვია, თუმცა ამ ფონზე საქართველოს ეკონომიკის გამოცოცხლება შეინიშნება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ბოლო დასკვნაში ნათქვამია, რომ 2014-2015 წელს საქართველოში 5%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდება. The region, not only Georgia. უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონის თითქმის ყველა ქვეყნისთვის 2015 წელი არ არის მაღალი ზრდის წელი. ბოლო 10 წლის განმავლობაში რეგიონის ქვეყნებში ზრდა იყო 6-7%. ბოლო 2-3 წლის განმავლობაში გარემოებები შეიცვალა და ვითარება გართულდა. ისეთმა გარე ფაქტორებმა, როგორიცაა უკრაინის საკითხი, რუსეთ-უკრაინის კრიზისი, ეკონომიკაზე გავლენა მოახდინა. ასევე მეორე ფაქტორი, რომ ევროზონაში ეკონომიკური გამოცოცხლება დაბალი ტემპით მიმდინარეობს. 5%-იანი ზრდით საქართველოს ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანაა რეგიონში, რადგან სხვა არც ერთი მეზობელი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა არაა ასეთი მაღალი. რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი უნდა გაკეთდეს და სახელმწიფო პოლიტიკამ ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას, თუმცა ამ რთულ ვითარებაში 5%-იანი ზრდაც სოლიდურია.